трасса перекрыта вся, хер его знает, что там летает, говорят. Короче, до Кимовки не доедешь. რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე საავტომობილო შეფერხებები ამიერიდან უფრო ხშირად იქნება. დონბასი ყირიმის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი, რომელსაც ოკუპანტები ჯარის მომარაგებისთვის იყენებენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო კონტროლის ქვეშაა. თავდაცვის მინისტრმა ლოგისტიკური ლოკდაუნი ამ ვიდეოთი გამოაცხადა. ოპერაციის მიზანი ფრონტის ხაზზე პუტინის არმიის იმგვარი შესუსტებაა, რომ მათ აქტიური შეტევითი ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ. მიზნის მისაღწევად უკრაინული დრონების სამიზნე ფრონტის მომარაგების ხაზებზე მოძრავი რუსული ლოგისტიკური ტექნიკა და ტვირთებია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრაინული დრონებისგან გაქცევა ან დამალვა თითქმის შეუძლებელია. ამის გამო ყირიმი დონბასის დამაკავშირებელი გზები უკვე რუსული ტექნიკის სასაფლაოდ იქცა. ლოგისტიკური ლოკდაუნის შედეგები ფრონტის ხაზზეც აისახება. ამ მიმართულებით ბოლო დღეებია უკრაინიდან მნიშვნელოვანი სიახლეები ვრცელდება. მაგრამ ერთი არის წაკითხვა სიამოვნებს და მეორე რეალურად რა ხდება ადგილზე. ვითარების შეფასება ქართულ სამხედროებს თხოვეთ. ადამიანებს, რომლებიც იქ რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან იბრძვიან. როგორც იქნა მივედით იმ დონემდე, როცა უკრაინის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ რუსეთის მობილური რეზერვები პირველ რიგში და ლოჯისტიკა უნდა მოშალოს სამხრეთ მიმართულებით, რომ ყირიმი მოხდეს თავიდან ბოლომდე ოპერატიულ ალყაში, ანუ ვერაფერი ვერ შედიოდეს და ვერაფერი ვერ გამოდიოდეს იქიდან. ამისთვის ახლა დაახლოებით 5 მილიარდი გრივნა გამოიყო, იმისთვის, რომ სპეციფიურად ამ მიზნისთვის მოხდეს დეველოპმენტი დრონებისაც და რაკეტებისაც, რომლებიც გაანადგურებენ რუსეთის ლოჯისტიკას და მომაგარებას, რომ ერთადერთი შეყვანის და გამოყვანის მეთოდი დაარჩეს ხერჩის ხიდი, რომელიც ისედაც ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არის, ყოველთვის რაღაცა ხდება, წყლით თუ წადეს აზოვის ზღვით რამე შეყვანა, მაგასაც აუცილებლად რაღაცა მოხდება ყოველთვის. მიზანი არის მოჭრა და ოპერატიული არყა ყირიმის. რომ ეს რაც ვთქვათ, სახმელეთო ხიდი ოკუპირებული დონეცკიდან ყირიმამდე ჩაიკეტოს. ამას ქვია shaping the battlefield, გეგმით ზოლის ველის ფორმირება ალბათ დართულად, რომ მოშალო მოწინააღმდეგის ზურგი, სანამ შესაძლებელი იქნება რაიმე სახის უკვე შეტევითი ოპერაციები. ლოჯისტიკა თუ ჩამოიშალა, მობილური რეზერვები თუ არ ყავს, ფრონტის ხაზზე რაც პოზიციებს იცავს, უდენსკიდან არის მობიკი, ციხიდან მოყვანილი ტიპი, რომელიცაც ჩათვალება ბრძოლის უნარიანი არ არის. აი თუ მას საჭმელი არ ექნება, ტყვია არ ექნება, წყალი არ ექნება, არაფერი არ ექნება, დომინოს ეფექტით ჩამოიშლება, როცა უკვე მასირებული შეტევები დაიწყება ფრონტის ხაზზე. ეს პროცესი ეს მალე არ მოხდება, ეს არის რამოდენიმე თვის განმავლობაში იქნება ძალიან აქტიური დაბომბვა რუსული ლოჯისტიკის და მობილური რეზერვების. ფრონტის ხაზზე, რასაც ახლა ჩვენ ინიციატივას ვფლობთ და მზარდია ეს არის ახლა ოპერატიულ ზურგში დრონებით ბატონობა. ეს ნიშნავს 150-250 კილომეტრის მანძილზე, სადაც ძირითადი სამხედრო ობიექტებია და სამხედრო მიზნები განთავსებული და თავმოყრილი. მოწინააღმდეგის პრინციპში ჩვენიც იმიტომ დღევანდელი ომის საშუალება, ესეც სულაც ხატავს, რომ ამ სიღრმეზე ხდება ესეთი ძირითადი რეზერვების, საწყობების, რომელიც აი ფრონტებისთვის, დივიზიებისთვის, არმიო კორპუსებისთვის არის, უბრალოდ ამ რაიონში ამ მანძილში და ამ მანძილზე ფაქტიურად ხდება, ასე ვთქვათ, უპირატესობის და აბსოლუტური ესე დომინაციის დამყარება ჩვენი მხრიდან, განსაკუთრებით ყველა მიმართულებაზე ფრონტის დაბომბვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა დაუშვათ იგივე სამხრეთის მიმართულება, ანუ ასე ვთქვათ, სახმელეთო კორიდორი, რომელიც 22-ში დაწყებისთანავე გაჭრეს ეს უბრალოდ რუსებმა ყირიმის და დონეცკის
ზღვის გასწვრივ, მოკლედ აზოვის ზღვის გასწვრივ, ეს გზები ერთადერთი გზა არის, ასე ვთქვათ, ლოჯისტიკური, რომელთაც ხდება დნეპრის დაჯგუფების, რომელიც დნეპრის გასწვრივ არის მდინარე დნეპრის და ეხლა ზაპოროჟიის მიმართულებას დემს ამ ქვედანაყოფების მომარაგება, აი ამ სამომარაგო გზებზე, რომელიც როსტოვი, მარიუპოლი და შემდეგ აქეთ დასავლეთისკენ მოემართება მელიტოპოლისკენ და უერთდება ყირიმს, ამ გზას ფაქტიურად, აი ყოველ დღე უფრო მეტი და მეტი ჩვენები კონტროლს ამყარებენ. ხდება მასიურად ეს თქვათ განადგურება წინააღმდეგის ლოჯისტიკური საშუალებების რჯერობით, რაიმე ესეთი მდგომარეობა, რომ ჩვენ ვიყოთ როგორც ამას წინათ რუსეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ რაღაც ჩვენ კატასტროფის და კოლაფსის წინ ვდგავართ, არა პირიქით, ბოლო 3 წლის მანძილზე შეიძლება ითქვას, რომ 2022-დან შეიძლება ითქვას, რომ ესეთ არ მდგომარეობაში როგორ შეიძლება ითქვას, მაგრამ ესეთ არ მდგომარეობაში ნამდვილად არ ყოფილა ჩვენი ქვედანაყოფები. ბევრი სამხედრო ანალიტიკოსის შეფასებით, ბოლო თვეებია უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სერიოზული უპირატესობის მოპოვება შეძლო. პუტინის არმიას სერიოზული პრობლემები აქვს. ტექნიკას ვინჩივის კრემლის დიქტატორის ამბიციებს ყოველდღიურად ასეულობით რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე ეწირება. რამდენიმე დღის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დაწერა, რომ მინიმალური წინსვლაც კი ოკუპანტებს უკვე საკმაოდ ძვირი უჯდება. მაგალითად, თუ გასული წლის შემოდგომაზე პუტინის არმია უკრაინის ტერიტორიის 1 კილომეტრის დასაკავებლად 70-მდე სამხედროს კარგავდა, ახლა ეს ციფრი 200-მდეა გაზრდილი. ოფიციალური მონაცემებით ყოველთვიურად საოკუპაციო ჯარი 35,000 ჯარისკაცით მცირდება, რომლებიც უკეთეს შემთხვევაში სახლში შავი პარკებით ბრუნდებიან. ამ დანაკარგების შევსებას კი კრემლის დიქტატორი ვერანაირი საყოველთაო მობილიზაციით ვერ შეძლებს. უკვე ამ ეტაპზე რიცხობრივი უპირატესობა არ თამაშობს დიდ როლს, იმიტომ რომ ფრონტის ხაზი გახდა გამჭვირვალე და ნებისმიერი გადაადგილება, ნებისმიერი ფეხის გადადგმა ფიქსირდება სადაზვერვო დრონებით და შესაბამისად დარტყმითი დრონები მერე ახორციელებენ მოქმედებას. ლაპარაკი იმაზე, რომ 100 კაცი იქნება, როდესაც დრონი მიფრინდება, თუ 10 კაცი იქნება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. აი გიხსნით, რომ მაყურებლისთვის იყოს ეს გასაგები. რომ გითხრათ, რუსეთს შეუძლია მობილიზირება, რაღაც გარკვეული ნაწილის მობილიზირება კიდე შეუძლია, ვინც თანახმა ჩამოვიდეს, მოკლას გააუპატიუროს და რაღაცა მოიპაროს, ეგ რუსეთის სტილშია ეგეთი საქციელი და შესაბამისად ადამიანების კატეგორიაც საკმაოდ დიდია, მაგრამ ეფექტურობა ამ ადამიანების გატოლებულია ნულთან, იმიტომ რომ ტექნოლოგიები მუშაობენ ამ ეტაპზე ბევრად უფრო ეფექტურად. უკვე სერიოზული პრობლემაა ცოცხალი ძალის მოწინააღმდეგის მხრიდან. იმიტომ რომ რაღაც ესე ვთქვათ, საწარმოო მასშტაბებში გადაიქცა უკვე ცოცხალი ძალის განადგურება, ის მეთოდი, რასაც ხმარობდნენ ბოლო წელიწად ნახევარ 2 წლის მანძილზე ინფილტრაციის, როცა პატარ-პატარა ჯგუფებად იჟონებოდნენ, მერე მაგრდებოდნენ და ესე ნელ-ნელა მოიწევდნენ წინ. ფაქტიურად ესეც ნულზე დადის მათი ეს ტაქტიკა, იმიტომ რომ იმდენად რაღაც ხარისხობრივად გაიზარდა ახლო ზურგის, ესე იგი, წინახაზის დრონების სეგმენტი, რომ ფაქტიურად შეუძლებელია უკვე რაღაცა ისინი მსგავსი წინსვლა. რაცა უნდა გქონდეთ ახლა შემოსავალი დაემატოთ და ფული ფრონტის ხაზზე, როდესაც მომარაგება დაწყებული ალით, საჭმელი, ყუიაწამალი, იგივე ის დრონები, ეს ყველაფერი, აი მთელი ეს ინფრასტრუქტურა ყოველთვის არის მოძრაობს ფრონტის ხაზთან 150-250 კილომეტრის მანძილზე. და ეს ის მანძილია, სადაც ჩვენ ვთქვათ, ბოლო რამდენიმე თვეა აშკარა უპირატესობაა და თან ისეთი მზარდი საკმაოდ დიდი და სადღაც 1 წლის განმავლობაში ბევრად უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან რუსები. ერთადერთი დარჩენილი გზა ექნებათ, ისე ვთქვათ, მასიური მობილიზაციის გამოცხადება, მაგრამ თავად რუსი, ისე ვთქვათ, სამხედრო ექსპერტებიც კი აცხადებენ, რომ ეს უკვე სადღაც წელიწადნახევარი 2 წლით მინიმუმ დაგვიანებულია. უკრაინის უპირატესობის დასტურია ისიც, რომ ომი უკვე რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა. ყოველდღიურად უკრაინული უპილოტო დრონებისა და შორმანძილზე მოქმედი რაკეტების სამიზნე რუსეთის არმიის მომარაგების და თავდაცვის სისტემებია.
ბოლო ნახევარი წლის მანძილზე რაც ელემენტარული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები დღე არ გავა, რომ სადღაც არ მოხდეს ამის განადგურება და ახლა ჰაერსაწინააღმდეგო ხალხის შევსება შეიძლება რაღაც ტანკის უკვე ნაკლებად და რაღაც გამოიყენება არ ჩვენი რაც მათი მხრიდან ძალიან იშვიათად და რაღაც ტექნიკის გაკეთება, მაგრამ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების ესე თქვა განადგურებული საშუალებების ეს სწრაფად შევსება და მარაგები რომელსაც ხარჯავენ ეს ძალიან მალე, პირობითად მალე მას აღნიშნავს 1 თვეს და 2 თვეს, მაგრამ აისახება მათზე. უკრაინულმა დრონებმა ოკუპანტების ტერიტორიაზე განსაკუთრებით აქტიურად მაისში იმუშავეს. თითქმის ყოველდღიურად იბომბებოდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ამ კვირაში დრონებით დაბომბვისას მიღებული დაზიანებების გამო მუშაობა საერთოდ გააჩერა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ. Просто это нереально, очень страшно. Только что взорвали над нами. Просто все сигналы. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ ოდესაში ტერაქტისთვის დრონებისა და სხვა საბრძოლო მასალის შეტანის ფაქტიც აღკვეთა. გამოძიების ინფორმაციით ტვირთი უკრაინაში შავი ზღვის საშუალებით ოკუპირებული აფხაზეთიდან შევიდა. ორგანიზატორი იყო ოდესელი მეწარმე, რომელიც რუსეთის FSB-ს აფხაზეთში ბიზნესის წარმოების სანაცვლოდ გაურიგდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2 დღის წინ დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით გაანადგურეს რუსეთის FSB-ს ელექტრონული დაზვერვის ცენტრი კრასნოდარის მხარეში. უკრაინული მედიის ინფორმაციით სწორედ იქიდან ხდებოდა რაკეტებისა და დრონების გაშვება უკრაინის ქალაქებზე. უკრაინულ დრონებს აქვს საშუალება შევიდნენ რუსეთის სიღრმეში 1500-2000 კილომეტრით და გაანადგურონ ის ობიექტები, რომ სადაც რუსები აწარმოებენ თუნდაც ფრთოსან რაკეტებს, რომლებიც გამოიყენება უკრაინის დიდი ქალაქების წინააღმდეგ და რომლებიც ფაქტიურად ხოცავენ დანაშაულო სამოქალაქო პირებს. ტექნოლოგიის მხრივ არის ჩვენი ბევრად უკეთესი, უფრო შორმანძილზე მოქმედია, უფრო ნაკლებად შახშობადი არის, უფრო უკეთესი სისტემები აქვს, უშუალოდ hardware არის უკეთესი და software არის. ახალი software-ები არის, რომელთაც პილოტს შეუძლია სამიზნე უბრალოდ მონიშნოს და მერე დადოს პულტი და ეს დრონი თავის პოულობს თავის სამიზნეს და მსგავსი რაღაცები. უკვე ხელოვნური ინტელექტიც კი შეიყვანეს software-ში. შესაბამისად კი უკრაინას ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს. ომი თავიდან ბოლომდე გადასული არის ასე ვთქვათ დრონების პინგ-პონგზე. ვინ უფრო მეტს გამოიყენებს და ვინ უფრო წარმატებულად გამოიყენებს. რუსები დობნიან მეტის გამოყენებაში, იმიტომ რომ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ყველაფერს უბახუნებენ დრონებს. ჩვენ უფრო ასე ვთქვათ ქირურგიულად და უფრო მიზანმიმართულად ვიყენებთ მნიშვნელოვან სამიზნეებზე, ასე ვთქვათ. ძალიან ბევრ რამეზე მუშაობს უკრაინა იმ კუთხით, რომ დააკომპენსიროს თავისი რიცხობრივი უმცირესობა და დააკომპენსიროს ტექნოლოგიით. ეგრეც უნდა იყოს, სხვა ვარიანტი ფიზიკურად არ არის. შესაბამისად დრო დაჭირდება ამ ყველაფერს, არ უნდა ველოდოთ რომ რაღაცა ესე გადაწყდება, როგორც 2022 წელს იყო, რომ ერთი გადახდებით და ვაშაკი გავიტანეს მთელი ხარკოვის რაიონი და იზიუმი და ასე შემდეგ, კონჩეტევის დროს ეგეთი მისკრიდები ამ დრონების ომში უკვე აღარ მოხდება, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე არის ISR-ზე და დაკვირვებაზე და ყველაფერი თვალთვალის ქვეშ არის ორივე მხრიდან. დრონების ომში სწრაფი შეტევების შესაძლოა აღარ არის, თუმცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გარკვეული წინსვლა მაინც აქვთ. სამხედროები ნელ-ნელა და დიდი ბრძოლის ფასად იბრუნებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამ კვირაში მთავარი წარმატება ალექსანდროვსკის მიმართულებაზე იყო. ანალიტიკოსების შეფასებით უკრაინამ რუსების მიტაცებული ტერიტორიის 46 კვადრატული კილომეტრის დაბრუნება შეძლო. ამავე ინფორმაციით ამ მიმართულებაზე აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე სოფლის ოკუპანტებისგან გაწმენდა. ზოგადად 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის 500-ზე მეტი კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა. რა თქმა უნდა, შეტევითი ოპერაციების წამოწყების მცდელობები პუტინის არმიასაც აქვს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ოპერაციები რუსეთს არ აქვს ძალიან დიდი ხანია.
ბოლოს ჩასივი არის მიმართულებით 2 წელიწადში 14 კილომეტრი რაი არის 2 წელიწადში და სტატად 400,000 ადამიანი შეწირეს ასე რომ ესეთია რა მაინც და მაინც წარიჭრები რუსეთს ნამდვილად არ აქვს ხედავთ რუსეთის ისტერიკულ რეაქციას როდესაც დაიწყო სამოქალაქო სექტორის დაბომბვა უფრო ინტენსიურად და ძირითადი ასე ვთქვათ აქცენტი გადაიტანა მოსახლეობის ტერორზე. ეგ მიუთითებს უკვე სისუსტეზე რუსეთის მიუთითებს იმაზე რომ ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის კომპენსაცია ჭირდება რუსეთს და ამას სწორედ ჩვეულებრივ უკრაინელებზე ახდენს და უბრალოდ კლავს ბავშვებს და ქალებს სახლებში. პუტინის შურისძიების გამო 24 მაისი კიევისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე აღმოჩნდა. გამთენისას განხორციელებული მასირებული საჰაერო თავდასხმა უმსხვილესი იყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ძირითადად საცხოვრებელ სახლებსა და სავაჭრო ცენტრებზე საოკუპაციო ჯარმა იერიში ორეშნიკის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა. პუტინის არმია დამიზნებით ესროდა იმ ადგილებს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები განგაშის გამო თავს აფარებდნენ. ბომბები ჩამოვარდა მეტროსადგურთან და მიწისქვეშა გადასასვლელებთან. კიევის გარდა ამ კვირაში პუტინის არმიამ დაბომბა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და აფთიაქები ოდესაში. ხერსონში კი ბომბი პირდაპირ საბავშვო მოედანზე ჩამოვარდა. 2 მცირეწლოვანი გოგო და დედა დაშავდა. მამა კი გარდაიცვალა. თუმცა ასე დიდი ხანი არ გაგრძელდება. ყველაზე სუბიექტური გათვლებითაც პუტინის არმიის შესაძლებლობები იწურება, რაც უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებს აძლევს პროგნოზის საფუძველს, რომ გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. ამის შესახებ განაცხადა ლეგენდარული აზოვის ბატალიონის დამფუძნებელმა და ახლა მესამე ცალკეული მოიერიშე ბრიგადის ხელმძღვანელმა ანდრეი ბილიცკიმ. Я вірю, що 6-9 місяців є переломними моментами. მე მჯერა რომ 6-9 თვე იქნება გარდამტეხი მომენტი. უფრო ზუსტი რომ ვიყო, ვფიქრობ რომ მომდევნო 6 თვე იქნება კრიტიკული. თელ ფრონტზე არსებული ამჟამინდელი ვითარება უკრაინისთვის საუკეთესოა. ვერ ვიტყვი რომ ზედმეტად ოპტიმისტურია, თუმცა უკრაინისთვის საუკეთესოა. ალბათ 2022 წლის შემოდგომის შემდეგ ასეთი არ ყოფილა. საუკეთესო ტენდენცია ისიც რომ საკუთარი პერსონალის დანაკარგების შემცირებისკენ მივიღწევთ. თითქმის განულებულია ტერიტორიული დანაკარგები. არის ტენდენცია რომ რუსეთი ჩიხისკენ მიდის. მას არ შეუძლია ომის სრულად დასრულება, თუმცა ამავდროულად ვერც წინ მიიწევს. Вона не може закінчити повністю війну, але одночасно вона не може просуватися по фронту. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, როცა ეს გარდამტეხი მომენტი დადგება, პუტინს პირობების დაყენების საშუალება არ ექნება და ერთადერთი, რაზეც ორიენტირებული იქნება, მისივე წამოწყებული ომის რაიმე ფორმით დასრულება. Financial Times-მაც გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინსა და ტრამპს ინიციატივა წაართვა, ხოლო უკრაინამ ახალი ბერკეტები მოიპოვა. ასეთი ესკორტით ჩაფრინდა უკრაინის პრეზიდენტი შვედეთში. ვოლოდიმირ ზელენსკის თვითფრინავს შვედური გრიპენის ტიპის საბრძოლო თვითფრინავები აცილებდნენ. მსგავსი თვითფრინავები წლის ბოლოს უკვე უკრაინის შეიარაღებაშიც იქნება. ზელენსკიმ შვედეთთან სპეციალური შეთანხმება გააფორმა, რომლის საფუძველზეც უკრაინა გრიპენ ის ტიპის უახლესი კომპლექტაციის 20 გამანადგურებელს შეისყიდის. სამხედრო ექსპერტების შეფასებით რუსებმა ყველაზე კარგად იციან რა დაემართებათ მათ გამანადგურებლებს გრიპენის ბრძოლაში ჩართვის შემდეგ. ასევე ამ კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის პრეზიდენტს და კონგრესს სპეციალური წერილი მისწერა და თავდაცვითი იარაღის და ანტიბალისტიკური ბომბების წარმოებაზე ლიცენზია სთხოვა. უკრაინა მზადაა მსგავსი წარმოების დასაწყებად, რადგან ყველაზე მეტად რაც ახლა სჭირდებათ სწორედ საჰაერო თავდაცვის სისტემები და ანტიბალისტიკური რაკეტებია. Україна не отримала ліцензії на виробництво ПАК-3. Я вірю, що в майбутньому можемо отримаємо або буде наша система. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ უკრაინა მიიღებს ლიცენზიას პეტრიოტ
პატრიოტის რაკეტების წარმოებისთვის, ან ჩვენ თვითონ შეგვით მას მომავალში, ამიტომ მივწერეთ წერილი პრეზიდენტ ტრამპს კონგრესს. ვფიქრობ, რომ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ. ამ ეტაპზე რუსეთს დიპლომატიით ვერ ვაჩერებთ. ჩვენ მათ ჩვენი შორისმოქმედი სანქციებით ვაჩერებთ. ამიტომ ვთხოვთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს დაგვეხმაროთ პატრიოტის ანტიბალისტიკური რაკეტების გამოყოფით, ან მისცენ უკრაინას ლიცენზია. თავად გაზარდოს ეს შესაძლებლობა და დაეხმაროს სხვა ქვეყნებსაც. უკრაინის დახმარება რუსეთის დამარცხებას ნიშნავს, რაც ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ბუნკერის დიქტატორი უკრაინაში არ დამარცხდა, შემდეგი შესაძლოა ევროპის რომელიმე ქვეყანა იყოს. ასეთი რეპეტიცია კი პუტინის არმიამ რუმინეთში გაიარა, სადაც რუსული შაჰიდი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შემდეგი შესაძლოა იყოს პოლონეთი ან ბალტიის რომელიმე ქვეყანა. რუსეთისგან შესაძლო თავდასხმას თავად ნატოს წევრი ქვეყნებიც განიხილავენ. მეტიც, გარკვეულ წვრთნებსაც ატარებენ, როგორ მოიქცევიან პუტინის საოკუპაციო ჯარის თავდასხმის შემთხვევაში.